აი იგივე ახლა არ შეიძლება შევეხო ახლა ეს ძალიან დაბალი დონეა რა ექსცესები ახლა ექსცესი ზოგს გონია რაღაც ეს ხულიგნობა და რაღაცა მაგაგებითაც ვამბობთ ჩვენ მაგრამ სექსოლოგები ექსცესებს უძახით ჩვენ როდესაც ერთი სქესობრივი აქტის ფარგლებში ესე იგი რამდენჯერმე ხდება ასე ვთქვათ პენეტრაცია და ასე ვთქვათ ეაკულაცია ესე იგი ერთ დღეში რამდენიმე სქესობრივი აქტი და ეს ითვლება მამაკაცისთვის პრესტიჟულად. აი მე ამდენი ზახოდი, მე ამდენი ზახოდი. კაცო, ჯერ ერთი ექსცესი ჯანმრთელობისთვის არ ვარგა. ეხლა ასაკოვან მამაკაც 40 გაცილებულზე უბრალოდ საშიშია. ყველამ ვიცით ჩვენ გულის კუნთის იმპაქტი რა არის? ფრანგული იმპაქტიც ვიცი. მართალია ბევრმა არ იცის, საიდან არის მე არ ვიცი. მაგას მე მოგიყვებით, დაგვავიწყდება და მოგიყვებით. მე ფრანგის ისტორიული ფაქტია. ახლობით მივხვდი. ხშირად არა, რეალურად მოხდა და მართლა საფრანგეთში მოხდა. საფრანგეთის პრეზიდენტს მოუვიდა რა 1896 წელს. სექსის დროს გარდაიცვალა. სექსის დროს გარდაიცვალა საყვარელთან სექსის დროს, მას ყავდა ერთი კურტიზანკა ქალი. მაშინ კურტიზანს უძახოდნენ ასეთ ქალებს. ის კი არ იყო რა ქვია ახლა მეძავი არ იყო ის. უბრალოდ ამ კაცთან ქონდა მარტო პარტნიორი იყო, მაგრამ იმას ცოლიც ყავდა ახლა საფრანგეთი კათოლიკური ქვეყანაა, იქ გაყარდა რაღაც არ იყო მაშინ. ხო და პრეზიდენტის სასახლეში ეახლა ამან გამოიძახა რა თქმა უნდა. ეახლა ეს ქალი და აი იქ მოხდა ყველაფერი. 1896 წელს ეს კაცი იყო საფრანგეთის ძალიან კარგი პრეზიდენტი, კარგი კაცი, ძალიან ლამაზი, ესეთი კაცია რა, რა იტყვიან აი. ესე იგი მართლა მაჩო რა. გუსტავ ფორი. და ახლა საფრანგეთი მაშინ უკვე დემოკრატიული ქვეყანა იყო, მაშინაც და ადრეც. დემოკრატიული ქვეყანა იყო, პრესის თავისუფლება იყო და ჟურნალისტება ეს რო გაიგეს, მეტი რა უნდათ ახლა რა და ესე იგი l'enfant français. ფრანგული იმპაქტი, l'enfant ფრანსეს ესე თქვა და წავიდა ფრანგული იმპაქტი და ალბათ არც ისე იშვიათია შეიძლება იმედია ხშირი არ არის იშვიათი არის სამწუხაროდ არ არის იშვიათი რა მოდი ესე ვიტყვი ახლა არ ვინდა გული გავუხეთქო მაგრამ იცით რა აი თუ ამ გადაცემას ვინმე მოისმენს ხანში შესული 40 და აი ხო 45-50 გადაცილებული 40 გადაცილებულსაც არ აწყენდა თუ მოისმენს ვინმე და ექსცესზე ეგრეთ წოდებულ მეორე ზახოძე ვარს განაცხადებს შეიძლება ამით თავისი სიცოცხლე გადაირჩინა